სარგებლობა. აფეთქებული საყდრის ხომ გახსოვთ, საიდანაც ივანიშვილმა მილიარდობით დოლარის წიაღისეული გაიტანა, დააკონვერტირა საკუთარ ანგარიშებზე, ხოლო ქვეყანას აქედან არანაირი სარგებელი არ მიუღია, გარდა იმ ეკოლოგიური კატასტროფისა, რომელიც დაატრიალა იმ რეგიონში. და არ გააძღა მისი მუცელი, ის კვლავ აგრძელებს ეროვნული სიმდიდრის მითვისება მიტაცებას. 2 დღის წინ მის მარიონეტს კობახიძეს მიაღებია სპეციალური განკარგულება მთავრობის სახელით, რომლის შესაბამისადაც 17 წლით 2052 წლამდე გაუგრძელდა ლიცენზია RMG Gold-ს, რომელიც მოიპოვებს მან წიაღისეულს. საუბარი არის ათეულობით ტონა ძვირფას მეტალზე, ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე, ასევე სხვა მინერალებზე, მისი ღირებულება 100 მილიარდამდე აღწევს, ხოლო ბიუჯეტში შევა მხოლოდ და მხოლოდ კაპიკები. აი რისთვის უნდა ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლა, ამ ქვეყნის მიტაცება და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც 700,000 ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში, ყოველ მესამე ბავშვი შიმშილობს და ამ ქვეყნიდან თავქუდ მოგლეჯილი გარბიან ჩვენ თანამემამულეები თავის გადასარჩენად. ეს უნდა დასრულდეს. როდესაც ამ ჭირს მოვიცილებთ, ეროვნული სიმდიდრე დაბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში და ის მოხმარდება ხალხს. ამონაგები თანხები პროპორციულად გადანაწილდება ადამიანებზე და ამის განხორციელება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ლეიბორისტულ პარტიას. აქედან გამომდინარე, ეს გახდის შესაძლებელს მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდეთ იმ სიდუხჭირიდან, იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც არის ჩავარდნილი ქვეყანა, რადგანაც ეს სახელმწიფო, ეს ქვეყანა, მის სიმდიდრე ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ოლიგარქებს და არა ამ მაფიოზურ კლანებს, რომლებიც დაუფლებული არიან და მილიარდებს აკონვერტირებენ საკუთარ ანგარიშებზე და სულს ხდიან ამ სიდუხჭირეში ჩვენს მოსახლეობას. იმედია, ჩვენ ამას აუცილებლად განახორციელებთ და ამაში დიდი მხარდაჭერა გვექნება საზოგადოების ფართო ფენებით.